დამიჯერეთ გოგოებო, მართლა მუშაობს. ხო, კარგი დავიჯეროთ. არა დიანა, ეგ ტყუილია. არა მერი, მართლა მუშაობს. მე ვოცნებობ რომ გოგოებო, იცით რა ვქნათ? მოდით, მგონი აქ რთული ის არის რომ ვამბობთ ხომ ახლა უბრალოდ ჩავწეროთ ჩვენს დღიურში. გოგოებო, ეს სურვილი რომ ამიხდეს ძალიან ბედნიერი ვიქნები. ნასტია, რა თქმა უნდა აგიხდება. რა ჩაიფიქრე? დიანა, ძალიან მინდა არ დადეგებს რომ მშობლებმა დასასვენებლად გამიშვან. ოღონდ ჩვენს ქალაქ გაერთო სახლში. ნასტია, აი ნახავ, შენი სურვილი მართლა ასრულდება. გოგოებო, მართლა მუშაობს. დიანა, შენ რა ჩაიფიქრე? გოგოებო, ცოტა უცნაური სურვილი ჩავიფიქრე. მოკლედ, ვინც მაჩუქებს პეპლის ყელსაბამს, გახდება ჩემი შეყვარებული, მაგრამ ისეთი ძვირია, რომ წესით არავინ არ მაჩუქებს. ამიტომ სულ მარკუსთან ერთად ვიქნები. გოგოებო, ისე იქცევით, თითქოს 8 წლისები იყოთ. ჩვენ აქ დიდები ვართ უკვე და თქვენ დღიურებში წერთ რაღაცნაირი კალმებით. მერი, აიღე ეს სტიკერი და დააკარი შენს დღიურს და ჩაწერე შენი სურვილი. ხო, იქნება აგიხდეს. ვინ იცის? კარგი, აბა თქვენი აზრით რომელი სტიკერი დავაკრა ჩემს დღიურს? გამორიცხული აქ ყველაფერს ვერ დავითვლი. აქ მუშაობა არ შემიძლია. იანა, მშვენიერი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ ფული ვიშალოთ, სანამ პიცა და აისი არ არიან. გაიგე რამ ხელა ხურდას ტოვებენ? ხო, ლეილა, გავიგე, მაგრამ უნდა მივიდე და გავუღიმო და შეკვეთა ავიღო. ხო, იანა, უნდა ვიმუშაოთ. ოდნოსი. ეს აღარაა ნორმალური, ამ სკოლის კაფეში ყოველთვის პრობლემებია. ხო, ცუდი სერვისია. ბიჭებო, ამას შეხედეთ, პიცამ გემოდაკარგა საერთოდ. ფეხბურთელებო, თქვენც არ გემსახურებიან? ხო, გშია და არავინ მოდის ჩვენთან. რას შეუკვეთავთ? ვაუ, ერთხა მოვიდა. მომისმინე ერთხა კარგად გამოიყურები, ქუდი და წინსაფარი გიხდება. მომისმინე, იანა, გემრიელი პიცა მომიტანე, ამას გამხმარი სოსისი აქვს. მესამე დასვენებაა და მშია. პიცა ხო? არ გესმის რომ მხოლოდ პიცას და აის შეუძლიათ გააკეთონ პიცა, ამიტომ ლეილა უბრალოდ ათბობს ძველ პიცებს. რას გულისხმობ ძველი? შეგიძლიათ ჩვენთანაც მოხვიდეთ. იცით რა, ძალიან დავიღალე ამ ყველაფრით. ამას ჩვენ არა ვიტანთ, მოსწავლეები მშიერები ვართ. კარგი, ახლა უბრალოდ გული წამივა. ჯანდაბა, ყველაფერი ნერვებს მიშლის. ბლონდი, ნუყვირი, ხდება ხოლმე, ვერაფერს გააწყობ. სხვათა შორის პრობლემები მაქვს მშობლებთან. ხო, მეც მქონდა პრობლემები მშობლებთან და ახლა სხვაგან ვცხოვრობ და იდეალური ურთიერთობა მაქვს. ხო, შენ სტუდენტების საცხოვრებელში ცხოვრობ, მე ვერ გვიზამდი მაგას. ბლონდი, ნუ წუწუნებ, მარტო შენ კი არ გაქვს პრობლემები, მეც მაქვს, მაგრამ გიჟივით არ ვიქცევი. შენი პრობლემები ჩემთან შედარებით არაფერია. კარგი, გავიგეთ, რომ ძალიან დიდი პრობლემები გაქვთ. ხო, თქვენი პრობლემები არის ყველაზე დიდი, ნუ გარჩხუბობთ. მასკოტ, მოდი მეგობრები ვიყავთ. არ მინდა შენთან მეგობრობა. გთხოვ, აქ ერთადერთი ნორმალური ადამიანი ხარ. ხო, ვიცი რომ სკოლაში ერთადერთი ნორმალური ადამიანი ვარ, მაგრამ უბრალოდ ყველას ვერ დავმეგობრდები. გთხოვ, ხო იცი რომ დიანა მიყვარს. ხო და დიანას შესთავაზე მეგობრობა, მე რა შუაში ვარ. რომეო, მე აღარ გამომეკიდო. ხო, ხვდები, უბრალოდ მეგობარი მინდა ვიპოვო, რომელიც ყოველთვის მომისმის. ჯანდაბა, საწყალი რომეო. ხო. გოგოებო, არ მაინტერესებს რომეო, ჩემი პრობლემები მაქვს. კარგი, მეგობრობა თუ არ გინდა მეორე კოსტუმი მაინც ხوار გაქვს, მეც მასკოტი გავხდები. რა მასკოტი ვერ ხვდები რომ მხოლოდ ერთი მასკოტი უნდა არსებობდეს. კარგი, მაშინ შენი კოსტუმი გაიხადე. რა? შენი კოსტუმი გაიხადე. გოგოებო, გადავწყვიტე, ტუჩები უნდა გავიდიდო. ნასტია, რატომ? ხო, ნასტია, ლამაზი ტუჩები გააქვს. დიანა, ყველა მეუბნება რომ ლამაზი ტუჩები მაქვს, მაგრამ გადიდება თუ მინდა, გავიდიდებ კიდეც. ნასტია, შენ რომ ტუჩებს გაიდიდებ, თუ მომეწონა, მეც გავიკეთებ. მეგობრები! ხო, არ ვიცი, მე არ შევიცვლი ჩემს ტუჩებს, ძალიან მომწონს როგორც არის. და ყველაზე მთავარი, ვისთვის ვიცვლით ამ ტუჩებს? ნასტია, გერას გამოხომ არ გინდა? არა დიანა, გერა რა შუაშია, ჩემთვის მინდა. გავიზრდი ტუჩებს, დარწმუნებული ვარ. გოგოებო, სლოვამ მომწერა, ბიჭები სკოლაში არიან, კაფეში და ძალიან არ მოსწონთ სერვისი რომ იცოდეთ. ხო, ახლა ვირთხები მუშაობენ კაფეში, ამიტომაც არ მოსწონთ. მერი, თუ გინდა შეგიძლია შენ მიხვიდე და შენი ლანჩი სლავას მისცე, რა პრობლემაა? სასაცილო არ არის დიანა, ჩემ ლანჩს მიუცემ სლავას და შენი მარკუსი მშიერი იქნება, იმიტომ რომ შენ საჭმელთან არ დაგაქვს. კარგი, მერი, დაწყნარდი რა იყო? გოგოებო, დავაგვიანებთ ვარჯიშზე თუ კაფეში წავალთ, ვერ გავიგე. არა, კნოპა, ვარჯიში აუცილებელია. ხო, გოგოებო, ბიჭები დაგველდებიან და ვარჯიშს ნამდვილად ვერ გავაცდენთ. წავედით. მერი, შეგიძლია შენი საჭმელი მომცე? რომეო, აქ რატო ზიხარ, ახლა ვარჯიში უნდა დავისყოთ.
ხო, ბავშვო, უნდა წახვიდე. მომისმინე, ბავშვი არ ვარ, აქვს სივარი, იმიტომ რომ მინდა და თან კალათბურთს მინდა უყურო. მომისმინე, რომეო, წადი სხვა განიწუწუნე, ახლა ჩვენ ვარჯიშის ხასიათზე ვართ. მივხვდი, ალბათ ვინმე გოგო მიატოვა. რა გოგო ისევ დიანაზე დარდობს. გოგოებო, სპორტ დარბაზი დაკავებულია. არა უშავს ახლა განთავისუფლდება. კალათბურთელებო გარეთ და დროზე. გოგოებო, დღეს ძალიან კარგ ხასიათზე ვარ. მე ძალიან კარგად გამოიყურებ. ვიცი, მაქს. რომეო, ხომ გითხარი? არასდროს არ შემაშინოთქო. დიანა, ოდესმე მაინც შევრიგდებით, თუ ყოველთვის ასე უნდა ვიყოთ. ეხალები გაუშვი. საყვარელო, გინდა ვარჯიშის მერე კაფეში წავიდეთ. მომისმინე, რომეო, გავიგერო ბიძია მაიკი შეძედარდობს. წადი და დააწნარე. ვერ ხვდები რომ აქ მეტი ხარ. აქ ყველას დასრულები ვართ. ისე ვიწყება გოგოებო, წავიდეთ გამოიცვალოთ, სანამ დიანას აქ სიყვარულის სამკუთხედი აქვს. ხო, სმაილი და რომეო. გოგოებო, მალე მოვალ. რომეო, გაიწიე? სმაილ, იცოდი ნუ მე ფლირტავები. დიანა, მე მართლა გეკითხები, არის ჩვენ ურთიერთობის დაბრუნების შანსი? ურთიერთობის დაბრუნება გინდა, არა სმაილ? კარგი, მაშინ აი ეს მაჩუქე და შენი შეყვარებული გავხდები. კარგი, ამ პროცესების ფასიდან გამომდინარე ჩვენი ურთიერთობა არასდროს არ აღდგება. წამომაქვს ვივარჯიშოთ. ოჩახ სმაილ, სწორად მიხვდი, მე თან მარკუსი მყავს. დიანა, არ გინდა კაფეში წავიდეთ. რომეო, გთხოვ, შენ მაინც არ გამომეკიდო. მივდივარ, უნდა გამოვიცვალო ტანსაცმელი. რომეო, ვერ ხვდები რომ შანსი არ გაქვს. შენთან ერთად არასდროს არ იქნება, უბრალოდ დაივიწყე. არა, ყელსაბამი მჭირდება, პეპლების ყელსაბამი. ლეილა, იქნება ადგილები გავცვალოთ. იანა, ადგილებს ვერ გავცვლით, იმიტომ რომ შენ დაცვა არ იცი. ახლა ფრთხილად წაიღე. მე რამდენია ლეილა? იანა, გაიღიმე, იცოდე ხურდას არ დაგვიტოვებენ. უკვე კარგად დატოვეს. მე რამდენი ლიმონათი უნდა დალიოთ? გაკვეთილები აღარ გვაქვს და რა გავაკეთოთ? ლიმონათი უნდა დავლიოთ. ვისი გამზადება შეგიძლიათ, მითხარით, ძალიან მშია. მხოლოდ პეჩენიები გვაქვს და ხლოპიები, მხოლოდ შემიძლია შემოგთავაზოთ. მეგობრებო, რას ფიქრობთ, თმა ხო არ შევიცვალო? ხო, კარგად, ყველა საზრიზი მოგვაქვს. ბიჭებო, დღეს მე ვარ, აბა რას მიირთმევთ? 2 პიცა მოგვიტანე და 1 ბურგერიც. კარგი, 2 პიცა, 1 ჰამბურგერი, კიდევ რამე გინდათ? პიცა მეც მომიტანე. კარგი, ოღონდ მხოლოდ გუშინდელი პიცა გვაქვს. რას გულისხმობ გუშინდელი? სხვა არ არის, მაგის ჭამა მოგიწევთ. იანა, გაგიჟდი? მეგობრებო, გამარჯობა. აბა საქმე როგორ მიდის? კარგად ვართ მასწავლებელო მაიკ. ეს სამსახური არ მომწონს. გამარჯობა მასწავლებელო მაიკ. მეგობრებო, როგორც ხედავთ, ახლა კაფეში ლეილა და იანა გემსახურებიან. სანამ აისი წასულია, ისინი იქნებიან შემცვლელები, ბარისტა და მიმტანი. ამიტომ ცოტა პატარა რაღაცები შევუკვეთეთ, ახლები არიან. ნაკლები შევუკვეთოთ, ჯერ საერთოდ არაფერი შეგვიკვეთავს. ძალიან გვშია მასწავლებელო მაიკ. მასწავლებელო მაიკ, მხოლოდ გუშინდელი პიცა მოაქვთ. მეგობრებო, თქვენი არ მისმის, აი აქ შედან მოსწავლეები და არაფერს არ იძახიან. მეგობრებო, მადლობა თქვენი გაგებისთვის. კარგი, მასწავლებელო მაიკ. რა, ისევ თქვენ, რამდენჯერ გითხარით, რომ სკოლაში შემოსვლა არ შეიძლება. გოგოები შეგიძლიათ სკოლის გარეთ ნახოთ. მასწავლებელო მაიკ, გთხოვთ, არ გაგვაქვს, კარგად მოიქცევით. ჩვენ უბრალოდ ჩვენ გოგოებს ველოდებით. ქუჩაში ხوار დაველოდებით. ხო, მასწავლებელო მაიკ, ქუჩაში ბევრი ცუდი ადამიანია. მეგობრებო, რა ცუდი ადამიანები, ეს კერძო სკოლაა, ასეთი არავინ არ არის. ამიტომ შეგიძლიათ გარეთ თავისუფლად იყოთ. არა, არსად არ წავალთ, უკვე შევუკვეთეთ პიცა და ჰამბურგერი. და ისე რომ იცოდეთ გუშინდელებია. ხო, მორჩა, ჩვენ არსად არ წავალთ. მასწავლებელო მაიკ, ამას შეეგუეთ, აქ ხშირად ვიქნებით. კარგი გასაგებია, მე ამოხებს დაველაპარაკებით თქვენზე. გოგოებო. მასწავლებელო მაიკ, ცხელი შოკოლადი. გოგოებო, ცხელი შოკოლადი და ჰამბურგერი. მასწავლებელო მაიკ, ჰამბურგერი კარგი, გამხარია. მაშინ ცხელი შოკოლადი და პიცა. პიცაც არ არის ახალი. გოგოებო, მშია რამე სენდვიჩი მაინც გამიგეთეთ. მოიცა, სენდვიჩებს აკეთებენ, მეც მინდა. გამარჯობა ბიჭებო, როგორ ხართ? მასწავლებელი მაიკი გვეჭხუბება, ხოლო ჩვენი სკოლიდან გაგდება უნდა. სლავა, აქ არაფერი ჭამო, ყველაფერი გუშინდელია, მე მოგცემ ჩემს საჭმელს. მადლობა საყვარელო, მაგრამ სენდვიჩები არ მიყვარს, გუშინდელ პიცას შევჯამ. მარკუს, ყურადღება უფრო უნდა მომაქციო, თორემ სხვა წამიყვანს. ვინ? მაგალითად რომეო, მასწავლებელი მაიკის ძმისშვილია. არა, შენ გიყვარვარ და რომეოს ნული შანსი აქვს. არ ვიცი მარკუს, ბოლო დროს იმედებს მიცრუებ. გერავთ, მა რატომ შეიჭერი? არ შემიჭრია. ნუ იტყუები, რაღაც შეცვლილია. მე ამბოხები მასწავლებელო მაიკ. მე ამბოხებო, გამარჯობა, თქვენთან რაღაც ალაპარაკო მაქვს. გამარჯობა მასწავლებელო მაიკ. მეგობრებო, გაიგონეთ რომეოს დიანა მოწონს. მოკლედ, გოგოებს უფრო ფრთხილად უნდა მოიქცეთ. ჩუმად მასწავლებელ მაიკს მოусმინოთ. დიახ მასწავლებელო მაიკ. თქვენ შეყვარებულებზე უკვე ხო გითხარით? დიახ.
და ისევ აქ რატო არიან? მასწავლებელმა იქ, აბა სად უნდა იყვნენ ქუჩაში? მასწავლებელმა იქ არაფერს არ აკეთებენ, უბრალოდ შეკვეთებს გვაძლევენ. ხო და კარგ ხურდასაც გვიტოვებენ ღიმილით. დიანა, კიდევ აქ ხარ იმუშავე? ვა, შკოლინგებო, გამარჯობა. კაფეში საჭმლის სუნი რატო არა? დღეს მშიერები უნდა ვიყავთ. იმიტომ რომ აისი არ არის. მარკუს, ჩემს გამთან ძალიან ახლოს იხარ. შენ ბოლომდე გაგიჟდი? არა, უბრალოდ მინდა რომ გაიწიო. მორჩა ამას დაერხევა. მარკუს, არა, მასწავლებელმა იქ აქ და გაგვაგდებს. კალათბურთელებთან ლაპარაკზე გვაქვს პრობლემა. მომისმინე, უგაგთხოვე რომ გაწეულიყავ. მასწავლებელმა იქ აქ საკმარისი ადგილი აღარაა. დიანა, შეხედე. ჩანდაბა ისევ სმაილი და მარკუსი ახლა ბავშვურად მოიქცევიან, წავედით. გოგოებო, წადით და თქვენი შეყურებულებიც წაიყვანეთ. კარგით, მასწავლებელმა იქ, ბიჭებო, წავედით. დიანა, გავიგე რომ პებლის ყალსაბამი გინდოდა. მინდოდა რომეო, მაგრამ ძალიან ძვირია, ამიტომ ვერავინ მიყიდის. რომეო, ეს რანაირად გაქვს? ეს ძალიან ძვირია. დიანა, შენი სურვილი ასრულდა. ხო გეუბნებოდით მუშაობს თქო. დიანა, იქნები ჩემთან ერთად. გავიგე რომ ვინც ამ ყალსაბამს გაჩუქებს, იმასთან ერთად იქნები. რომეო, არ მეგონა თუ მართლა მაჩუქებდი. ხო, დიანა, მართლა თქვა ეგრე, კი ჩვენ მოწმეები ვართ. ხო, ჩვენც. მეგობრებო, ეს ის რომეოა, დიანა რომ მოწოს. მაქს დაინახე, ეს ყალსაბამი საიდან იშოვა? არ ვიცი, მაგრამ როგორ ჩანს რომეო დიანას არასდროს არ დაივიწყებს. პეპლის ყალსაბამი. კოსტა, მეც მინდა. კარინა, მე ფულთუშას გიყიდი. დიანა, იქნები ჩემთან ერთად. რომეო, უნდა ვიფიქრო. გოგოებო, გამორიცხულია. საიდან იცოდა საერთოდ? დიანა, ახლა მისი შეყვარებული უნდა იყო. ხო, დიანა, გილოცავ, ახალი შეყვარებული. დიანა, ეს ბედია. არა, გოგოებო, სმაილი, მარკუსი, რომეო, მასთან ვერ ვიქნები. ჩემი ტიპის ადამიანი არ არის. რა გავაკეთო? დიანა, შენი სურვილი. შოკში ვარ მართლა. როგორ გაიგო? კარგი, დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დააჭერეთ ძარს. უნდა წავიდე ახლა და როგორ გაიგო გავარკვიო. დიანა, მითხარი რას ფიქრობ, იქნები ჩემთან ერთად. რთული არჩევანია. კარგი, არა უშავს, პებლების დედოფალი მაინც ჩემი იქნება.